რატომ მოვლენების შესახებ ვინ დაღუპა, რა დაღუპა, ამას რატო არ წერეთ? სათაურები აქ არ ჩანს რა მოვლენები ეგება ჩვენ დავუყურებთ ერთმანეთი ჩვენ დავწყვიტეთ ერთმანეთი ახლა გახსდეს მე რომ გამოვიარე შეეფუთეს ამბავი და დღეს გახსდეს ახლა მე ის არა ვარ ანუ ახალი დადგმულია ახალია ხო ეს ახალია ახლა პირველად შეხვდა მე ყოველ იმაზე დავდივარ არ შეიძლება ჯერ ერთი ეს მე მაგონებს მაინც ცოტა 30-იანი წლების დედაენის იმას უფრო მოუხდებოდა აია და იაი რომ დაეწერა. მე ამ შავზე არ ვიდა. მე აგენს გვდრებათ ართული თუ შავ იმას დავაკენებდი და იმას გავაკეთებდი მთლიანად. ეს ჩვენი მომავლისა. ასეც იყო ესკიში და მოთხოვნილება რომ უნდა ასაყობლიყო 9 აპრილიც და გამარჯვების დღეც. ეს თავისუფლების დღე. ამიტომ თქვა ბატონმა ზვიად გამსახურდია ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა, მე მაინც პირველ პრეზიდენტად ვთვლი ყოველთვის, რომ გამარჯვების დღეს ყოფილიყო და არა მარტო გლოვის. მე მინდოდა აგენის ბარელიეფები გამეკეთებინა ამ წინა მხარეს ასე. მთლიანად. ბარელიეფი თავისი სასანთლით და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. და უნდა ყოფილიყო 4-ვე მხარეს დროშა. ეს არის სიმბოლურად ზემოდარონ დახედო 9 მეტრია დიამეტრია, ესეც სიმბოლოა თავისებური. ეს არის ტრედი სულიწმინდა, ესეც თავისუფლებისაც და თავისთავად თავისუფლებას და გამარჯვებას ნიშნავს. ჩემთვის არ უთქვიათ როგორ იქნება, რა იქნება, თუმცა მე საწინააღმდეგო კი არა მაქვს. ამას მოვაც არ შეიძლება აქ ახლა ამ ესეც მონუმენტის იმას ატარებს. და ეს თლიანად მონუმენტია. ეს არ არის, აქ არ არის აქ ხალხი დასაფლავებული. თუ ეს არის საინფორმაციო დაფა. ამას სჭირდებოდა მთლიანად გააკეთებდნენ მაქსიმუმი 1000 ლარად. ამოყვეს 18,000 მე არ ამიგი ამის, რაც გავაკეთე და იგენი იმდენი დამიკეთეს რაღაცები. და საერთო ჯამში მე იმედს ვიტოვებ, რომ ალბათ გამონათდება ამინდი იქნება ისეთი კარგი და თეთრი, რომ ყველაფერი მე როგორ ჩაფიქრებული მქონდა ესე